ეროვნული კინოცენტრი წარმოდგენილია ტრადიციულად ეროვნული პავილიონით ბერლინის 76-მე კინოფესტივალის ფარგლებში გამართულ კინობაზრობაზე. დაგეგმილია 60-ზე მეტი შეხვედრა ისეთ მნიშვნელოვან კინოფესტივალებთან, როგორიც არის ლოკარნოს, კარლოვი ვარის, შანხაის და ანესის ფესტივალებთან. მნიშვნელოვანი შეხვედრა განხორციელდა გუშინ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კინოცენტრთან, სადაც ხელი მოეწერა მემორანდუმს, რაც კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს ჩვენ შორის ურთიერთობებს კინოსფეროში. We've been collaborating with Georgian animation professionals for many years. Georgia has a history of animation and very talented professionals who are in Annecy every year to meet with all the animation community around the world. I think it's important always to be there. It's important to have a constant presence to build a relationship with international professionals in order to build the future projects in which Georgia will be able to tell their stories. This is a very important step that we were preparing for last several months. And we think and hope that it will be the starting point to have the real working agreement for co-production. I'm here on the stand of the Georgian National Film Center in Berlin at the Berlin Film Festival. Georgia has such a wonderful history of cinematography, one of the great cinematographic countries in the world. And the Georgian National Film Center is doing so much today to support the Georgian film and make sure that it has an international profile. We're very proud and happy to be able to be working with the Georgian National Film Center at the Film New Europe Association. We think that Georgian film deserves a place on the world stage. The Georgian National Film Center is doing a great job to make that happen, and we're very proud and happy to be their partner. Berlinaleზე, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კინოფესტივალია, საქართველოს მონაწილეობა ამჯერადაც იყო ძალიან წარმატებული. ნაჩვენები იყო გიორგი ოშვილის ფილმი "თვარი მამა ჩემი" და გარდა ამისა, კინოცენტრის წარმომადგენლები შეხვედრები ჰქონდათ თავიანთ კოლეგებთან სხვა ქვეყნიდან. შედგა შეთანხმებებიც, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ჩვენ ჰქონდა საუბარი კინოცენტრის წარმომადგენლებთან, ბატონ ლევან დვალთან, მის თანამშრომლებთან და დავსახეთ გეგმები, პროექტები, მოგეხსენებათ ქართული ფილმი, ცნობილია მთელს ევროპაში, გერმანიაში ქართულ კინემატოგრაფს ძალიან კარგად იცნობენ და დავსახეთ გეგმები იმისათვის, რომ ხელმისაწვდომი და ნაცნობი გავხადოთ გერმანელი მაყურებლისათვის თანამედროვე ქართული ფილმი. მინდა მიულოცო კინოცენტრს ეს წარმატება და უსურვო დიდი მიღწევი მომავალში. ეროვნულ კინოცენტრს პირველ რიგში მინდა ძალიან წარმატებული მონაწილეობა მიულოცო ევროპული ფილმის მარკეტზე, რომელიც ბერლინალეს საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ყოველწლიურად ბერლინში იმართება. უაღრესად წარმატებული იყო მათი მოღვაწეობა, წელს სტენდი ძალიან დაკავებული იყო ქართული ეროვნული სტენდი, გაიმართა არაერთი შეხვედრა უცხოელ პარტნიორებთან, გაფორმდა მემორანდუმები და მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი უმოკლეს დროში და მომავალში ძალიან ხელმოსაჭირ და კარგ შედეგებს მოიტანს. რა თქმა უნდა, ქართული ფილმი და კინემატოგრაფი ცნობილია მთელი მსოფლიოსათვის, მაგრამ ჩვენც უნდა ვიაზრებდეთ იმას, რომ აი სწორედ გერმანიის კინოსფეროში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ცნობილი ადამიანებისგან, რომლებიც არიან ბერლინის კინოინსტიტუტის, ფილმის ინსტიტუტის დამფუძნებლები, გამიგია, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა დროში ისინი ცდილობდნენ რეტროსპექტივების სწორედ ქართული ფილმით გაეხსნათ. უდიდესი წინააღმდეგობის მიუხედავად და ეს ადასტურებს იმას, რომ ჩვენ მართლაც დიდი სიმდიდრე გვაქვს კინემატოგრაფის სახით და ამას ჩვენც უნდა ვაცნობიერებდეთ და ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი მის გატანას საზღვრებს გარეთ.
ეროვნულმა კინოცენტრმა დაასრულა სამუშაო ვიზიტი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ევროპული კინოს ბაზრობაზე. ამ დღეების განმავლობაში 60-ზე მეტი ინდუსტრიული შეხვედრა გაიმართა ცნობილ რეჟისორებთან, პროდიუსერებთან, საქართველოში კინოგადაღებით დაინტერესებულ პირებთან, ფესტივალების პროგრამერებთან, კინობაზრობების წარმომადგენლებთან. აღსანიშნავია ასევე, რომ ჩვენ დელეგაციაში წარმოდგენილნი არიან ქართველი რეჟისორები, პროდიუსერები და კინოფესტივალების პროგრამერები, რომლებიც თავისუფლად მართავდნენ შეხვედრებს. ამ პერიოდში ჩვენ გარდა ძირითადი ინდუსტრიული შეხვედრებისა, რომლებიც საქართველოს პავილიონში იმართებოდა, გავმართეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება, მათ შორის ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ქართული მიღება ჩვენი კოლეგებისთვის, გიორგი ოვაშვილის ახალი ფილმის მთვარე მამაა ჩემი კინოჩვენება, გაიმართა ასევე მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია აზერბაიჯანის კინოსააგენტოსთან და ჩვენ გვქონდა პატივი, რომ შევხვედროდით საქართველოს ელს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რომელმაც მოინახულა საქართველოს ეროვნული პავილიონი, ჩავაბარეთ მას მოკლე ანგარიში იმ შედეგებთან დაკავშირებით, თუ რა შედეგით ვბრუნდებით საქართველოში და ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ეროვნული კინოცენტრი და საქართველოს საელჩო დარწმუნებული ვარ, რომ მიმდინარე წელს განვახორციელებთ რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს.